სოფლიოში არსებობს თემები, რომლებიც სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები. იმის ნაცვლად, რომ კონდეთ რეგულარული სამუშაო, სუპერმარკეტი, ბეტონის სახლები და თანამედროვე ტრანსპორტი, არსებობს თემები, რომლებიც მხოლოდ ნადირობაზე, საკვების შეგროვებასა და იმ ტრადიციებზე არიან დამოკიდებული, რაც მათ წინაპრებსგან გადაეცათ. სინამდვილეში ეს თემები დღემდე არსებობენ. ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამაზე არაფერი იცის, ასეთ ადგილებში ცხოვრება ძალიან რთულია. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა, ეს მათი ცხოვრების წესი, კულტურა და იდენტობაა. მაგრამ სად შეიძლება ეს ყველაფერი ვიპოვოთ? და როგორ მოხვდნენ ისინი აქ? როგორი აქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრება? ამას ახლა გავიგებთ. ნომერი 10. ჰაძას თემები ტანზანიაში. ტანზანიის ჩრდილოეთით ეიასის ტბასთან ახლოს ცხოვრობენ ჰაძები, ერთ-ერთი იმ რამდენიმე დარჩენილი ჯგუფიდან მსოფლიოში, რომლებიც დღემდე ტყეში ნადირობითა და შეგროვებით იღებენ თავიანთი საკვების დიდ ნაწილს. ისინი არ ცხოვრობენ ერთ მუდმივ სოფელში. ისინი როგორც წესი ქმნიან პატარა ბანაკებს და გადაადგილდებიან, როცა ირგვლივ წყალი და საკვები იკლებს. ერთი ბანაკი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ რამდენიმე ოჯახისგან. ისინი ამზადებენ მარტივ თავშესაფარს, ტოტებისა და გამხმარი ბალახის გამოყენებით. რადგან ეს სახლები მუდმივი არ არის, მათ მარტივად შეუძლიათ გადასვლა საჭიროების შემთხვევაში. შეფასებით, ჰაძას საერთო რაოდენობა მხოლოდ 1000 აღემატება. თუმცა ყველა მათგანი დღეს სრულად ტრადიციული წესით არ ცხოვრობს. ზოგი უკვე სკოლაში დადის, მობილურ ტელეფონს იყენებს, მუშაობს ან ახლომდებარე ქალაქებში ვაჭრობს. თუმცა ჯერ კიდევ არიან ჯგუფები, რომლებიც ნადირობასა და ველური საკვების შეგროვებაზე არიან დამოკიდებული. ჩვეულებრივ მამაკაცი მონადირეები ხელნაკეთ მშვილდსა და ისარს იხელებენ. ზოგიერთი ისარი მცენარისგან მიღებული შხამით იპარება, რათა უფრო მარტივად ჩამოაგდონ ნადირი. ამასობაში ქალები ძირითადად აგროვებენ ველურ ხილს, კენკრას, ფესვებს და ტუბერებს. ეს არის მცენარეები, რომლებიც მიწის ქვეშ იზრდება და შეიძლება ამოიღონ და შეჭამან. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ბაობაბის ხიხლი და ველური თაფლი. თაფლის მისაღებად ჯერ უნდა იპოვონ ფუტკრების ბუდე. ზოგჯერ მათ ეხმარება ჩიტი, რომელსაც დიდი თაფლის მეგზური ქვია. ჩიტი გამოსცემს ხმას და მიყავს ადამიანები იმ ხისკენ, სადაც ბუდეა. როდესაც ბუდეს იპოვიან, ჰაძას ტომის წევრები იყენებენ კვამს, რათა დაამშვიდონ ან გააძევონ ფუტკრები. შემდეგ ისინი ხის ნაწილს ხსნიან, რათა მიიღონ თაფლი. ხოლო დარჩენილი ფუტკრის ცვილი შეიძლება ჭამოს თაფლის მეგზური ჩიტმა. ჰაძას ტომის წომის წევრები ასევე არ აგროვებენ დიდ რაოდენობას საკვებს ან ნივთებს. როდესაც მონადირე დიდი ცხოლოს მოიპოვებს, ის ხშირად ბანაკში მყოფ თანამგზავრებს შორის იყოფა. გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ყოველდღე თითოეული ადამიანი საკმარის საკვებს მოიპოვებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ აქვთ. ნელ-ნელა მცირდება ის ტერიტორიები, სადაც ადრე ნადირობდნენ, რადგან ფართოვდება სასოფლო სამეურნეო მიწები, იზრდება პირუტყვის მოშენება, შენდება გზები და სხვა თემები შემოდიან. ამიტომ ჰაძები რთული არჩევანის წინაშე დგანან. როგორ დაიცვან თავიანთი მიწა და კულტურა მაშინ, როცა თანამედროვე სამყარო სულ უფრო უახლოვდებათ? ზოგიერთი მათგანი ტრადიციულ ცხოვრებაში დარჩენას ამჯობინებს. სხვები კი ხედავენ სკოლების, ჯანდაცვის, მუდმივი სახლისა და სტაბილური სამსახურის მნიშვნელობას. ნომერი 9. ასარომადმენები. პაპუა-ახალი გვინეიდან, პაპუა-ახალი გვინეას აღმოსავლეთ მაღალმთიანეთში არსებობს ერთ-ერთი საზოგადოება, რომელიც ცნობილია თავისი შემზარავი ნიღბებით. მათ ასაროს შეშლილებს უწოდებენ. კულტურული წარმოდგენის დროს მამაკაცები სხეულს თეთრი ტალახით ან თიხით იფარავენ. შემდეგ ისინი იკეთებენ დიდ მიღბებს, რომლებსაც ღრმა თვალები, გრძელი ყურები, უცნაური ცხვირი და ღია პირი აქვს. მიღბების გარეგნობა განზრახ უცნაურია. ზოგი მათგანი მოჩვენებას ჰგავს, სხვები კი არსებას, რომელიც ადამიანი არ არის. ისინი ძნელად ადიან დახრილები და გაცვდილი თითებით. ამის გამო ისინი კიდევ უფრო ჰგვანან მიწიდან აღმართულ არსებებს. არსებობს ცნობილი ამბავი ამ ტრადიციის წარმოშობის შესახებ. ლეგენდის მიხედვით მათი წინაპრები ბრძოლაში დამარცხდნენ და ასარო მდინარესთან ახლოს დაიმალნენ. როცა გამოვიდნენ, მათი სხეული ფემქთალი ტალახით იყო დაფარული. როცა მტრები მათ დაინახეს, იფიქრეს, რომ სულები იყვნენ. შეეშინდათ, გაიქცნენ და ადგილი დატოვეს. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა და არა სანდო ისტორიული ჩანაწერი. ანთროპოლოგების კვლევის მიხედვით, იჟების წარმოშობის შესახებ ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს. ეს ნიშნავს, რომ რთულია დამტკიცდეს ნამდვილად მოხდა თუ არა ცნობილი ამბავი მებრძოლებზე, რომლებიც მდინარეში იმალებოდნენ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დიჟების წარმოდგენის უფრო დეტალური ფორმა, რომელსაც დღეს ვხედავთ, სავარაუდოდ მოგვიანებით ჩამოყალიბდა. მე-20 საუკუნეში 1957 წელს მათი კოსტიუმი აღმოსავლეთ ჰაილენდსის სასოფლო სამეურნეო გამოფენაზე წარადგინეს. აქ უფრო ცნობადი გახდა დიდი თიხის ნიღბები, თეთრად შეღებილი სხეული და ნელი მოძრაობები, რაც მათი წარმოდგენის ნიშანი გახდა.
სქელი თიხის ნიღაბი პირდაპირ სახეზე არ ისმევა. ჯერ ცალკე ჩაფხუტად ამზადებენ. თიხას აყალიბებენ ჩარჩოზე და აშრობენ, სანამ არ გამაგრდება. მას უკეთებენ ნახრეთებს, რომ შიგნით მყოფმა ადამიანმა შეძლოს დანახვა და სუნთქვა. დიზაინი განსხვავებულია. თითოეული ნიღაბი უნიკალურია. მას შეიძლება მიამაგრონ ბასრი კბილები, რქები, ნიჟარები, მცენარის ბოჭკოები ან გრძელი ღურები. რადგან ნიღაბი მძიმეა, მისი ტარება სიფრთხილითაა საჭირო. გარშემო დანახვა ადვილი არ არის და თავის მოძრაობაც შეზღუდულია. დღეს ეს ტრადიცია წარმოდგენილია კულტურულ ფესტივალებზე და სტუმრებისთვის, რომლებიც პაპუა-ახალგვინეაში ჩამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტურიზმიდან შემოსავალს იღებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ კოსტიუმია ტურისტების შესაშინებლად. თემისთვის ეს მათი ადგილისა და კულტურის სიმბოლოდ იქცა. ასა რომ ადვენების ამბავი ასევე აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ტრადიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შეიძლება ეს უბრალოდ სხეულის დაფარვის მარტივი გზით დაიწყო. შემდეგ დაემატა დიდი ნიღბები, უცნაური მოძრაობები, ლეგენდები და კულტურული წარმოდგენები. და წლების განმავლობაში ადრე ადგილობრივი ტრადიცია გახდა პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ. ნომერი 8. ჩრდილოეთ მონღოლეთის ირემების ფცხემსები. ჩრდილოეთ მონღოლეთის ცივ დღეებში სიბირის მახლობლად ცხოვრობს პატარა ჯგუფი, რომელსაც დუხა ან ცაათანი ეწოდება. ამ საზოგადოებაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა. ისინი ცხოვრობენ კონუსის ფორმის კაროებში და გადაადგილდებიან თავიანთ ირემებთან ერთად. როდესაც ირემებისთვის საკვები მცენარეები იცურება, ისინი შლიან ბანაკს და გადადიან ტაიგის ტყის სხვა ნაწილში. ზამთარში ტემპერატურა თითქმის -40 გრადუსამდე ეცემა. ისინი ირემებს ძირითადად დაკვნისთვის არ ზრდიან. ისინი ირემებს იყენებენ როგორც სატრანსპორტო საშუალებას დღეში, რძის მისაღებად და ყოველდღიურ ცხოვრებაში დამხმარეთ. ბავშვობიდანვე ასწავლიან ბავშვებს, როგორ გამოგვაბონ ირემი და მასზე ამხედრდნენ. თუმცა მათი ცხოვრება რთულია. შორეულ ბანაკებში არ არის რეგულარული სკოლა. ამიტომ ზოგიერთ ბავშვს რამდენიმე თვე უნდა დარჩეს ინტერნატში. მათი ცხოვრების წესზე ასევე გავლენას ახდენს ირემების დაავადებები, კლიმატის ცვლილება, სამთო-მოპოვება, ტურიზმი და მათი ტრადიციული მიწების დაკარგვა. თუ მათი ირემები დაიკარგება, მხოლოდ საარსებო წყარო არ დაიკარგება. შეიძლება ასევე დაიკარგოს კულტურა, რომელიც დიდი ხანია მათ დღესთან აკავშირებს. ნომერი 7. ტორაჯას სოფლები, ინდონეზიაში. სამხრეთ სულავესის მთებში ინდონეზიაში მდებარეობს ტანა ტორაჯა. აქ ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, ყოველთვის არასაფლავებენ მაშინვე. შესაძლოა სხეული დარჩეს სახლში რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი, სანამ ოჯახი აგროვებს თახებს და ემზადება დაკრძალვისთვის. მათ ჯერ გარდაცვლილს უწოდებენ მაკულა, რაც ნიშნავს ავადმყოფ ადამიანს. ოჯახი კვლავ ესაუბრება მას და მიაქვს საჭმელი, როგორც მათი ტრადიციის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ფიქრობენ, თითქოს სხეული ჯერ კიდევ ცოცხალია. მათთვის სიკვდილი გრძელვადიანი პროცესია, სანამ სული საბოლოოდ დატოვებს სხეულს. ტანა ტორაჯაში დაკრძალვა ძვირია, რადგან ის შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და მას ბევრი ნათესავი ესწრება. ზოგიერთ ცერემონიაზე ასევე ხდება ღორებისა და წყლის კამეჩების შეწირვა. დაკრძალვის შემდეგ კუბოს ან მღვიმეში ათავსებენ, ან მთის ფერდობზე გამოკვეთილ ხვრელში. ზოგი საფლავის წინ შეგიძლიათ ნახოთ ქანდაკებები, რომლებსაც ტაო-ტაოს უწოდებენ და ისინი გარდაცვლილ ადამიანს წარმოადგენენ. ასევე არსებობს რიტუალი, რომელსაც მანენე ქვია. ამ რიტუალში ზოგიერთი ოჯახი წინაპრების ნეშტს გამოჰყავს, ასუფთავებს და ახალ ტანსაცმელს აცმევს. გარედან მოსულთათვის ეს შეიძლება საშიში ან შემაძრწუნებელი ჩანდეს, მაგრამ თორაჯელებისთვის ეს არის გზა, რომელთაც ისინი პატივს სცემენ და ინარჩუნებენ კავშირს გარდაცვლილ ნათესავებთან. ნომერი 6. სამა-სამა-ბაიაუს ზღვის სოფლები. სამხრეთ ფილიპინების, მალაიზიისა და ინდონეზიის ზღვებში ცხოვრობენ სამა-სამა-ბაიაუ. ისინი ცნობილნი არიან როგორც ზღვის მომთაბარეები, რადგან მათი მრავალი წინაპარი ცხოვრობდა ნავზე და ზღვისგან ირებდა ყველაფერს. დღესდღეობით მათი უმეტესობა ცხოვრობს ხის სახლებში, რომლებიც წყლის ზედაპირზეა აშენებული. ზოგიერთ სოფელში არ არის ჩვეულებრივი გზა. ისინი ხის ხიდებსა და ნავებს იყენებენ, რომ მივიდნენ სხვა სახლებში, სკოლაში ან ბაზარში. ბევრი ბავშვი ადრეულ ასაკში სწავლობს სურვას. ზრდასრული მღვინთავები კი თევზაობენ მარტივი სათვალეებით, შუბითა და ჰარპუნით. არსებობენ გამოცდილი მღვინთავები, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჟანგბადის ბალონის გარეშე წყლის ქვეშ დარჩენა. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ბაჯაუს საშუალო ელენთა დაახლოებით 50%-ით უფრო დიდია, ვიდრე მეზობელი ხმელეთის მოსახლეობის. ელენთა ეხმარება ორგანიზმს გამოუშვას მეტი წითელი სისხლის უჯრედი, მაშინ როცა ადამიანი წყალში ღვინთავს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათი სხეული შესაძლოა ნელ-ნელა მოერგო თაობების განმავლობაში ღვინთვას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ წყლის ქვეშ სუნთქვა.
მათ მაინც შეუძლიათ დაიხრჩან, დაკარგონ გონება, ან შეექმნათ სმენის პრობლემები. ზეწოლის გამო ბევრი ბაჯაუ ასევე განიცდის სირფულეებს, დისკრიმინაციას, განათლებისა და ჯანდაცვის ნაკლებობას და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საფრთხის ქვეშაა მათი საარსებო წყაროც, გადაჭარბებული თევზჭერის, მარჯნის რიფების დაზიანებისა და კლიმატის ცვლილების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიჩვეულნი არიან ზღვაში ცხოვრებას, გაუჭირდებათ აქ დარჩენა თუ საბოლოოდ განადგურდება ოკეანე, რომელიც მათ საკვებსა და საარსებო წყაროს აძლევს. ნომერი 5. მაკოკოს მცურავი თემი ლაგოსში, ნიგერიაში არსებობს დიდი საზოგადოება, რომელიც ლაგუნაზეა აშენებული და მას მაკოკო ეწოდება. აქ ბევრი სახლი ხისგანაა აშენებული და მაღალ ბოძებზე დგას. ზებისა და მანქანების ნაცვლად მცხოვრებლები ნავებს იყენებენ. სკოლაში, ბაზარში, სამსახურში ან მეზობლის სახლში მისასვლელად. მაკოკოს ზუსტი მოსახლეობის რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა შეფასებით, მთელ საზოგადოებაში შეიძლება ცხოვრობდეს 80,000-დან 200,000-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის მიწაზე და წყლის ზედაპირზე აშენებულ სახლებში. მაკოკოს ბევრ ნაწილს აკლია სუფთა წყალი, სათანადო ტუალეტები, რენაჟი, ელექტროენერგია, სკოლა და ჯანდაცვა. პრობლემას წარმოადგენს ბინძური წყალი სახლების ქვეშ. მას ერევა ნაგავი, კანალიზაცია და სხვა ჭუჭხი, რაც შეიძლება დაავადებების გამომწვევი გახდეს. როდესაც ძლიერი წვიმაა და წყლის დონე იმაღლებს, საფრთხე ექმნება იმ სახლებს, რომლებიც ლაგუნასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ფეუზაობა, ნავის დამზადება, ხის გადამუშავება და მცირე ბიზნესები ბევრ ოჯახს საარსებო წყაროს აძლევს. მათ საცხოვრებელს დიდი ხანი ემუქრება საფრთხე დემოლიციის გამო. 2012 წელს ხელისუფლებამ მაკოკოს ზოგიერთი ნაწილი დაანგრია, მას შემდეგ რაც მაცხოვრებლებს მოკლევადით გამოსახლების შეტყობინება მისცეს. ბევრი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. 2025 წლის დეკემბრიდან კვლავ ჩატარდა მასშტაბური დემოლიცია. Associated Press-ის მიხედვით 10,000-ზე მეტი მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა და ათასობით სახლი დაინგრა. მთავრობამ განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან ახლოს მდებარე სახლები საშიშია. თუმცა მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მათ არ აქვთ გადასახლებისთვის საკმარისი დახმარება. ამის მიუხედავად, მაკოკო კვლავ არსებობს. მაცხოვრებლებისთვის ეს მხოლოდ წყალში აშენებული მყიფე სახლების კოლექცია არ არის. ეს მათი საზოგადოება, საარსებო წყარო და სახლი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძვირადღირებულ ქალაქში. ნომერი 4. კანუიეს ტბის სოფელი. პენინის ნუკვეს ტბის უკან მდებარეობს კანუიე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი აფრიკაში, რომელიც წყლის ზედაპირზეა აშენებული. ათასობით ადამიანი ცხოვრობს ხისგან აშენებულ სახლებში, რომლებიც ბოძებზე დგას. ნავი არის მთავარი სატრანსპორტო საშუალება. მოვაჭრეები ნავებიდანვე ყიდიან თევზს, ბოსტნეულს, საკვებს და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებს. არსებობს სკოლები, ეკლესიები, მეჩეთები, მაღაზიები და სხვა შენობები, რომლებიც ტბასთან ახლოს ან პირდაპირ ტბაზეა აშენებული. განვიე რამდენიმე ასეული წლის წინ დაიწყო. მონებით ვაჭრობის პერიოდში ტოფინოები ტბაზე გაიქცნენ, რათა თავი დაეღწიათ მებრძოლებისთვის, რომლებიც ადამიანებს იჭერდნენ და მონებად ყიდნენ. ადგილობრივი ცნობილი ისტორიის მიხედვით, მათი მდევრები ტბაში უბრალოდ არ შედიოდნენ, რადგან მას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ. ამიტომ ტოფინოებმა წყლის ზედაპირზე მუდმივი დასახლება დაარსეს. ადგილი 1996 წელს UNESCO-ს წინასწარ სიაში შევიდა მისი უნიკალური ისტორიისა და ცხოვრების წესის გამო. დღემდე თევზაობა და თევზის მოშენება მრავალი მცხოვრებისთვის მთავარი საარსებო წყაროა. ისინი ღობეებს, ტოტებისა და მცენარეებისგან ამზადებენ. იმისათვის, რომ შეიქმნას ადგილი, სადაც შესაძლებელია თევზის გამრავლება და დაჭერა, თუმცა მთელი სოფლის ტბის ზედაპირზე შენარჩულება ადვილი არ არის. ხის ბოძები ნელ-ნელა ელოპება, რადგან მუდმივად წყალშია ჩაძირული. ამიტომ საჭიროა მათი შეცვლა ან შეკეთება, რათა სახლები არ ჩამოინგრეს. ასევე არსებობს სუფთა წყლის, ნარჩენებისა და სანიტარიის პრობლემა. უნოი თავდაპირველად აშენდა, რათა ხალხს მონობის საფრთხისთვის დაეღწია თავი. რამდენიმე საუკუნის შემდეგაც კი აქ კვლავ ცხოვრობენ იმ პირველები შთამომავლები, ვინც აქ თავს აფარებდა. ისინი კვლავაც თევზაობენ, ნავით დადიან და ტბის ზედაპირზე აგრძელებენ ცხოვრებას. ნომერი 3. კოროვაის ხის სახლები, ინდონეზიაში. ინდონეზიის პაპუას სიღმისეულ წვიმის დღეებში ცხოვრობს ადგილობრივი ჯგუფი, რომელსაც კოროვაი ქვია. ისინი ცნობილები არიან თავიანთი სახლებით, რომლებიც მაღალ ხეებზეა აშენებული. თუმცა ყველა კოროვაის სახლი არ არის ძალიან მაღლა. ბევრი სახლი მხოლოდ რამდენიმე მეტრით არის მიწიდან აშენებული. ასევე არსებობს უფრო მაღალი სახლებიც, რომლებიც შეიძლება 20 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა დაცვა წყალდიდობის, მწერების, ცხოველების ან სხვა ჯგუფებისგან. ისინი იყენებენ მყარ ხეებს, როგორც ძივითად საყრდენს. იატაკი და კედლები დამზადებულია ხისგან, ფოთლებისა და საგოს პალმისგან. რატანიკი გამოიყენება როგორც თოკი, რომ სახლის ნაწილები ერთმანეთს დაუკავშირათ. ვიწრო ხის ძელი, რომელსაც ამოჭრილი საფეხურები აქვს, კიბედ გამოიყენება. მთელ ოჯახს ეს კიბე უნდა აიაროს. თან უნდა ატარონ საჭმელი, წყალი, ნივთები და შეშა. მაღალი სახლი ძალიან მნიშვნელოვანია წვიმის დღეში. როდესაც ძლიერი წვიმაა, მიწა შეიძლება ტალახიანი ან დატბორილი გახდეს.
სიმაღლე ასევე ამცირებს ზოგიერთი კოღოს, გველის, გარეული ღორის და სხვა ცხოველის სახში შემოსვლის შესაძლებლობას. ეს ასევე იძლევა კარგ ხედს გარშემო, რათა ადვილად დაინახო თუ ვინმე მოდის. დასავლელი მკვლევრების პირველი დოკუმენტირებული კონტაქტი კოროვაის ზოგიერთ წარმომადგენელთან მოხდა 1974 წლის მარტში. მაგრამ არასწორია მტკიცება, რომ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რომ მათი ტყის გარეთ სხვა ხალხი ცხოვრობდა. მკვლევრების ჩამოსვლამდე კოროვაის ზოგიერთ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კავშირი მეეზობელ ადგილობრივ ჯგუფებთან, მოგზაურობის, ვაჭრობის, ქორწინებისა და ბრძოლების გზით. დროის განმავლობაში მათგან უფრო მეტმა დაამყარა კავშირი მისიონერებთან, მთავრობის მუშაკებთან, ვაჭრებთან და ტურისტებთან. ზოგიერთი მათგანი უკვე გადავიდა სოფლებში, რომლებიც მდინარესთან უფრო ახლოსაა და იყენებს თანამედროვე ნივთებს, როგორიცაა ლითონის ხელსაწყოები, ტანსაცმელი, ნავი და მობილური ტელეფონი. ზოგი კვლავაც აშენებს ტრადიციულ ხეზე აშენებულ სახლებს, თუმცა ზოგი იმ ძალიან მაღალი სახლებიდან, რომლებიც დოკუმენტურ ფილმებში ჩანს, ასევე შენდება ტურიზმისთვის ან გადაღებისთვის. ამიტომ არასწორია იმის თქვა, რომ მთელი კოროვეის საზოგადოება მუდმივად 30 მეტრის სიმაღლეზე ცხოვრობს მიწის ზედაპირიდან. თუმცა მართალია, რომ მათ აქვთ ცოდნა თუ როგორ ააშენონ გამძლე სახლები, მხოლოდ წვიმის ტყიდან აღებული მასალებით. მათი ხეზე აშენებული სახლები აჩვენებს თუ როგორ იპოვეს კოროვეის წარმომადგენლებმა გზა, რათა შეექმნათ უსაფრთხო საცხოვრებელი ისეთ ადგილას, სადაც ხშირია წყალდიდობა, მწერები, მტაცებელი ცხოველები და ძლიერი წვიმა. ნომერი 2. მიგინგოს გადატვირთული კუნძული. აფრიკაში ვიქტორიას ტბის შუაგულში არის პატარა კლდოვანი კუნძული, რომელსაც მიგინგო ქვია. ის უფრო პატარაა ვიდრე საფეხბურთო მოედანი. მას არ აქვს ხეები, სასოფლო-სამეურნეო მიწები ან სუფთა წყლის საკუთარი წყარო. თუმცა ასობით მეთევზე და ვაჭარი ფავს იყრის თუნუქისა და ხისგან აშენებულ სახლებში. აქ მისასვლელად ერთადერთი გზა ნავია. სასმელი წყალი, საკვები, ბენზინი და სხვა მარაგი ყველა უნდა ჩამოიტანონ მატერიკიდან. კუნძულს ასევე აკლია სათანადო ტუალეტები, კანალიზაცია, ჯანდაცვა და სხვა ძირითადი სერვისები. მაგრამ რატომ სულ ამდენ ადამიანს აქ დარჩენა? მიგინგოს გარშემო წყლები მდიდარია ნილოსის ქორჭილათი. ეს თევზი ძვირად ფასობს და ექსპორტზე გააქვთ სხვა ქვეყნებში. თევზაობიდან მიღებული დიდი შემოსავლის გამო, კენიასა და უგანდას შორის კუნძულზე და მის გარშემო თევზსაჭერ ზონებზე კონტროლის თაობაზე ხანგრძლივი დაპირისპირება წარმოიშვა. 2009 წელს დაძაბულობა თითქმის გამწოდა. მას შემდეგ რაც ორივე ქვეყანამ უსაფრთხოების პერსონალი გაგზავნა. თავარ საკითხად იქცა, ვის აქვს უფლება გადასახადების ამოღებაზე და თევზაობის ნებართვების გაცემაზე. სიმჭიდროვის, წყლის დეფიციტისა და საზღვრის დავის მიუხედავად, მეთევზეები კვლავად ჩამოდიან. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია შემოსავლის შანსი, ვიდრე კომფორტული საცხოვრებელი. ნომერი 1. კავაჰიჯენის გოგირდის მომპოვებლები. აღმოსავლეთ იავაზე ინდონეზიაში არსებობს თემები, რომლებიც ძალიან საშიშ სამუშაოზე არიან დამოკიდებული. გოგირდის მოპოვება კავაჰიჯენიდან. სანამ მზე ამოვა, მეშახტეები ადიან კრატერის კიდეზე. იქიდან ისინი ჩადიან ციცაბო და კლდოვან ბილიკზე, რომელიც მიდის იმ ადგილამდე, სადაც ვულკანური აირი გამოდის. როდესაც აირი გაცაცივდება, ის ნათელ-ყვითელ გოგირდად იქცევა. მეშახტეები რკინის საშუალებით ამტვრევენ გამაგრებულ გოგირდს. შემდეგ ისინი მას ორ კალათაში ათავსებენ, რომლებიც ხის ტარზეა დამაგრებული მათ მხარზე. ერთი ტვირთი შეიძლება 70-დან 90 კილოგრამამდე იყოს. მათ ეს ტვირთი კრატერიდან უნდა გამოიტანონ და მთიდან ჩამოიტანონ, იმ დროს როცა სუნთქავენ გოგირდის დიოქსიდით გაჯერებულ ჰაერს. ეს აირი შეიძლება ძლიერი წვის შეგრძნება გამოიწვიოს თვალებში, ყელში და ფილტვებში. კვლევებმა ასევე დააკავშირეს ხანგრძლივი ზემოქმედება სუნთქვის, კბილების და ღძილების პრობლემებთან. ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს სრულ დამცავ აღჭურვილობას. ზოგიერთ სახეზე მხოლოდ უბრალო ქსოვილი ან მარტივი ნიღაბი უკეთია. კრატერის შიგნით კი მდებარეობს უზარმაზარი ტურკუსისფერი ტბა, რომლის წყალი უკიდურესად მჟავიანია. ადგილზე მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რადგან ვულკანური სისტემა ჯერ კიდევ აქტიურია. ღამის დადგომისას ასევე ჩანს კავაჰიჯენის ცნობილი ლურჯი ცეცხლი. ეს არ არის ლურჯი ლავა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ცხელი გოგირდის აირი ჰაერთან შერევის შემდეგ აალდება. როდესაც გახურებული გოგირდი ქვას გადაედინება, სიბნელეში ის ლურჯ ცეცხლად გამოიყურება. მაგრამ ამ ლამაზი ხედის უკან ძიმე შრომაა მეშახტეების. ყოველდღიურად ისინი გადიან ციცაბო გზაზე. მომწამლელი აირი, ძალიან მძიმე ტვირთი და აქტიური ვულკანის საფრთხე, ეს ყველაფერი მათ ოჯახისთვის ფულის საშოვნელად. ეს ათი საზოგადოება ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ისეთ ადგილებში, სადაც ცხოვრება თითქოს შეუძლებელია. არსებობს სახლები წყლის ზედაპირზე, ასახლებები ხშირ ტყეებში და საარსებო წყაროები, რომლებიც ვულკანის კრატერის შიგნითაც კი აღწევს. მაგრამ მათი ამბავი მხოლოდ სიმამაცეზე არ არის. აქ ასევე არის სიღარიბე, მომსახურების ნაკლებობა, ჯანმრთელობის რისკები და ტრადიციები, რომელთა დაკარგვაც მათ არ სურთ. გარედან მოსული ადამიანებისთვის მათი საცხოვრებელი შეიძლება სახიფათო და არაპრაქტიკული ჩანდეს, მაგრამ მათთვის, ვინც იქ გაიზარდა, ეს უბრალოდ ადგილი არ არის. ეს მათი სახლი, საარსებო წყარო და იდენტობა.